ჰოლანდიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ორგანო, რომელიც ადამიანის ყელის სიღრმეში იმალებოდა. ეს ახალი ორგანო ცხვირის უკან ზედა ყელის მახლობლად არსებული სანერწყვე ჯირკვლების წყვილია. წყვილის შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც კიბოთ დაავადებულ პაციენტებს მოწინავე ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლობდნენ. საუკუნეების განმავლობაში ანატომიის სახელმძღვანელოებში ჩამოთვლილი იყო მხოლოდ 3 ძირითადი სანერწყვე ჯირკვალი, რომლებიც არის ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლები. ამ ფარული ნაკრების აღმოჩენა, რომელსაც უწოდეს ტუბარიული ჯირკვლები, ადამიანის სხეულის შესახებ ჩვენს გაგებას სრულიად ახალ დეტალს ძენს. ითვლება, რომ ეს ჯირკვლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ზედა ყელის და ცხვირის გასასვლელების შეზეთვის ფუნქციაში. ამ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ტუბარიული ჯირკვლების შესახებ ცოდნა ექიმებს მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიდან აირიდოს მათი დაზიანება ისეთი პროცედურების დროს, როგორიც არის თავის ან კისრის კიბოს სხივური თერაპია. ამ ჯირკვლების დაცვამ შეიძლება თავიდან აიცილოს ისეთი გართულებები, როგორიც არის ქრონიკული ყელის გამოშრობა და ყლაპვის გაძნელება, გააუმჯობესოს პაციენტის ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი. აღმოჩენა ადასტურებს, რომ 21 საუკუნეშიც კი ადამიანის ანატომია საიდუმლოებებით არის მოცული და რომ ჯერ კიდევ არის ადგილი ახალი აღმოჩენებისთვის, რომლებიც ალბათ შეცვლიან სამეცნიერო და სამედიცინო სამყაროს.